ეკონომიკური ფორუმის 2026 წლის დისკუსიათა სერია ტრადიციულად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გახსნა. დისკუსიის თემა გლობალური პოლიტიკური ცვლილებები და ახალი საერთაშორისო ეკონომიკური დღის წესრიგი, გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოსთვის იყო. ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო ანალიტიკური და ბიზნეს სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლების და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. ეროვნული ინტერესების მსახურება ბიზნესის გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ არის სოციალური პასუხისმგებლობა და ამ მხრივ ხელისუფლება და ბიზნესი უნდა იყვნენ მოკავშირეები ამ ეროვნული ინტერესების გატარებაში, რომელიც ბიზნესის ნაწილში გამოიხატება სოციალურ პასუხისმგებლობაში. ძალიან საინტერესო ფორუმი იყო, ვისაუბრეთ გლობალურ ცვლილებებზე და გლობალურ ეკონომიკური მოდელის ცვლილებაზე და რა გავლენა აქვს მას საქართველოზე. შეხვედრა ჰქონდა ბიზნესის სექტორის თითქმის ყველა წარმომადგენელთან და განსაკუთრებით ხაზი გაისვა იმ მიმართულებებს, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვან როლს შეასრულეს. ჩვენ ვნახეთ ძალიან მნიშვნელოვანი დიალოგი საქართველოს პარლამენტსა და ბიზნეს შორის. პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნით სიტყვის დროს და მთავარი გამოსვლის დროს ყურადღება გაამახვილა გლობალურ გამოწვევებს და ამ მხრივ საქართველოს როლზე.